ისე როგორც ამერიკაში. მია კაპანაძისა და ჯონსონ ბუქუსის ქართულ-ამერიკული ოჯახი შეერთებული შტატების დაბადების იგივე დამოუკიდებლობის 259 წლის აღსანიშნად ტრადიციულად პიკნიკზე შეიკრიბა. საქართველოში ამერიკის საელჩო სეზონში მოწყობილ ღია სივრცეში ასეთი მრავალი ოჯახი მივიდა. ამბობენ, რომ სხვა ქვეყანაში, თუმცა ნამდვილ ამერიკულ გარემოში ამ დღეს აღნიშვნა ტრადიციულ ემოციებთანაა დაკავშირებული. ევრონიუს ჯორჯიას თავიანთი ოჯახის შექმნის ისტორიას უყვებიან და ამბობენ, რომ დამოუკიდებლობის აღნიშვნა მათთვის დიდი ზეიმია. 7 წლის წინ მე და ჯომ შევქმნით ოჯახი, რამდენიმე წლის შემდეგ დაიბადა ჩვენი პატარა გაბრიელა. მას მერე, ესეთი ხან საქართველოში ვართ, ხან ამერიკაში, უფრო მეტად საქართველოში, ჯოს ძალიან უყვარს საქართველო. რამდენჯერმე მოხდა ის, რომ ამერიკაში აღნიშნეთ დამოუკიდებლობის დღე და რაღაც შერეული აღნიშვნა ქონდა ქართულ-ამერიკული სტილის. ძალიან გვიყვარს ეს დღე და რა ვიცი, ყოველთვის ვცდილობთ მოვიდე, ძალიან ბევრ მეგობარს ხვდებით. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ მეორე ისეთ ლამაზ დღესასწაულად იქცა. მე წარმოშობით ნიუ-იორკიდან ვარ. საქართველოში 12 წლის წინ ჩამოვედი საქმიანი ვიზიტით. მე წარმოადგენ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ამერიკულ მხარეს. ასევე ერთ-ერთ ქართულ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ. აქ გავიცანი ჩემი მეუღლე ია და ეს მშვენიერი ოჯახი შევქმნით. ჩემთვის საქართველო მეორე სახლია და ამით ნამდვილად ვამაყობ. რაც შეეხება 4 ივლისის დღესასწაულს. ეს არის უდიდესი ტრადიცია, რაც ჩემი მშობლიური ქვეყნის დიდებულ დაარსებას ნიშნავს. ამიტომ მხიარულებით აღინიშნება ყოველთვის. თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით საზეიმო პიკნიკი გაიმართა. 2000 მეტი სტუმარი, ათობით ქართული და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა და ანიმატორების მთელი შემადგენლობა ერთობლივად აღნიშნავდნენ მეგობარი ქვეყნის დაარსებისა და დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ტრადიციულად ამერიკის სავაჭრო პალატაში ყოველთვის აღნიშნავთ ყოველწლიურად ამ დღეს ჩვენ წევრი კომპანიები, მათი ოჯახები. მიმაჩნია, რომ ამერიკა უნიკალური ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომელიც დაფუძნდა და ჩამოყალიბდა იდეის საფუძველზე. ეს იდეა იყო თავისუფლება, თანასწორობა ყველასათვის. ამერიკელები თავის ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ არა ტანკებით და იარაღებით და ჯარისკაცებით და თოფებით, არამედ აღნიშნავენ ოჯახებთან ერთად. ამერიკის დამოუკიდებლობის დღეზე ისაუბრა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა. მისი განცხადებით, საქართველოში ბევრმა ძალიან კარგად იცის, თუ რას ზეიმობს ამერიკა. დამოუკიდებლობას, ღირსეულ პარტნიორობასა და მეგობრობას, მათ შორის საქართველოსთან. ილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ყველა ამერიკელს ვულოცავ 4 ივლისს. ასევე მათაც ვულოცავ, ვისაც უყვარს ამერიკა და ამ დღეს გვილოცავს. ვზეიმობთ დამოუკიდებლობას და ძლიერ პარტნიორობას. ვულოცავ ყველას პარტნიორობის დღეს. ამერიკის სავაჭრო პალატა ძალიან ბევრს აკეთებს ქართულ და ამერიკულ ბიზნეს შორის პარტნიორობისთვის. ამას კი ორივე ქვეყნისთვის კეთილდღეობა მოაქვს. ეს აძლიერებს დემოკრატიასაც, რაც არის თავისუფლების ქვაკუთხედი. 259 წლის წინ 1776 წლის 4 ივლისს ქვეყნის კონგრესმა ბენჯამინ ფრანკლინის მეთაურობით დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. ამ დღეს 13-მა კოლონიამ ინგლისისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამის შემდეგ კი შტატების რაოდენობა გაიზარდა და დღეს 50-ში ადგენს. ამ ქვეყნის დროშაზე გამოსახული ვარსკვლავებიც სწორედ შტატების რაოდენობას აღნიშნავს. პიკნიკი ამერიკულად, მუსიკალური და სპორტული კუთხეები, გამოფენები, ბევრი ფერები და მხიარულება. სწორედ ასე აღნიშნავენ ამერიკელები ამერიკაში და სხვა ქვეყნის მიწაზეც თავიანთი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს, რაც თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან და თანასწორობასთანაა დაკავშირებული. ალეკო კვედაძე, ევრონიუს ჯორჯია.